რა მეთოდებით უსმენ სუსი მოქალაქეების ტელეფონებს პოლიციისა და სუსის ყოფილმა მაღალჩინოსანმა პლატფორმამ ისმინეს ეთერში უწყების მუშაობის ტექნიკაზე ისაუბრა. გიორგი ირემაშვილის თქმით, ეგრეთ წოდებული ოტოს თანამშრომლები ცდილობენ მათთვის საინტერესო პირის მობილური სხვადასხვა გზით რამდენიმე წუთით მოიპოვონ შეჰყავთ ვირუსის შემდეგ კი მოქალაქეების მიერ საკუთარ ტელეფონში განხორციელებულ ყველა აქტივობას თვალს ადევნებენ. ირემაშვილის განცხადებით, სუსი მოქალაქეების ადგილმდებარეობას იგებს სარეკლამო შეტყობინებებით ან მაღაზიებში განხორციელებული გადახდებითაც. ირემაშვილი, რომელიც სისტემაში წლები მუშაობდა, ყვება, რომ უსმენენ ყველას, განსაკუთრებით კი ხელისუფლების მხარდამჭერებსა და პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენლებს. ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი ძაღლთა თავშესაფრის მანქანას თავს დაესხა. კადრებში, რომელსაც თამაზელის ბარაშვილი აქვეყნებს, ჩანს, რომ შეიარაღებული პირი მანქანის მინას იარაღით ურტყამს და ისვრის, მანამდე რამდენიმე წუთით ადრე კი მანქანიდან არასრულწლოვანი გადმოვიდა. ელის ბარაშვილის თქმით, ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია. კვარტულში ადგილობრივი და აყაჩაღეს წაღებულია დიდი ოდენობით თანხა. შემთხვევა გვიან ღამით სოფელ ვედიტკარში მოხდა. შეიარაღებული პირი თანამძრახველებთან ერთად ოჯახს თავს დაესხა, მოკლის მუქარი დიდი ოდენობით თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ირანმა ამერიკას ახალი სამშვიდობო წინადადება წარუდგინა, რომელიც ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებებს ამ ეტაპზე არ ითვალისწინებს. გამოცემა აქსიოსი წერს, რომ დოკუმენტი ძირითადად ჰორმუზის სრუტეს ეხება. დღეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი რუსეთში ჩავიდა, ის პუტინს შეხვდება.